ბეწვები არ წვივა, ხო? ეს არის კითხვა, რომელზეც მინდა პასუხობდე. კი, აბსოლუტურად მართალი ხარ. წვეთი ბეწვია, რა წვეთი? ერთი ბუნდლი არ წვივა კანიდან. მაგრამ არა, სამწუხაროდ ესე არ არის. თორეკოს ძალიან მოკლე ბეწვი აქვს, მაგრამ ბეწვი მაინც წვივა. თორეკოსნაირი მოკლე ბეწვისთვის დაგჭირდება აი ესეთი დაბალი სილიკონიანის თავებიანი სავარცხელი, გარტყმაში არ ვარ გრუმინგის. მაგრამ დავარცხნად უგოს ჭირდება, რომ ბეწვი ჯანმრთელი იყოს, კარმა ისუნთქოს და უგოც არ შეწუხდეს. და თქვენც არ შეწუხდეთ, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრ ბეწვს ხრიან, რაც უნდა დაბალი ბეწვი გქონდეთ. ეხლა უკვე გაზაფხული მოვიდა და გაზაფხულზე აუცილებელია რომ უგოს ბეწვი ჯანმრთელი იყოს და შესაბამისად მოსავლელად საჭიროა სწორი კვებაც. ზუსტად ასეთია ჩემი ცუგების კვებაც, რომელიც არის ფარმინას ჰიპერპრემიუმ ხარისხის საკვები. არის მონოპროტეინი, ანუ ერთი სახის პროტეინი აქვს. არის ჰოლისტიკური, ანუ ბურღულის გარეშეა. თორეკო მოატრიალდი ცოტა აქით. და ჩემი ცუგები კონკრეტულად ჭამენ ბატკნის და მოცვის ფორმულას. გადმობრუნდი თორიკო. ფარმინას შეუტანით საქართველოში არის ფეთვერსი და შეგიძლიათ მათი პროდუქტები საქართველოს ზოომაღაზიებში შეიძინოთ. თორიკო შენ ვარცხნას რო ჩავამთავრებ, ერთი კარგი ქუდი გაკეთდება შენი ბეწვისგან. ასევე პირადი გამოცდილებით გირჩევთ რომ ძალიან დიდი ხნის მანძილზე არ დავარცხნოთ ცუგო. ნუ რა თქმა უნდა, მოკლე ბეწვიან შეგულისხმობთ რომ გზელ ბეწვიანს არ ვიცი როგორ უნდა მოვარო. ეცადეთ რომ დაახლოებით 5-10 წუთის მანძილზე გაგრძელდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მე თუ გააგრძელებთ, რადგან სილიკონის თავებია, შეიძლება გაუღიზიანოს კანი და მე დააყაროს ცუგოს. თორიკო წამოდექი. წამოდექი, ადექი. სიკირაცვალი. მოდი ცოტა აქაც დაგჭა და всё. თეორიკოს გამოვარცხნა თითქმის ჩავამთავრეთ. ევრს არ გავაწვალებ. მოიცა ბიჭო, ნუ წვევი 2 წამი. შეგინაცვალე. სასაცილო და სულელი არსება ხარ. საერთოდ რო იცოდე. ამ ცოტა ხრიან ვარცხნაში თეორიკოს პატარა ბუნდლი გავაკეთეთ. და აქვე გახსენებთ ყველას რომ წადით და თქვენი ცუგები გამოვარცხნეთ. მათ შორის მეც ვახსენებ ახლა ჩემ თავს, იმიტომ რომ მავიწყდება ხოლმე. სიყვარული კაცი ხარ შენ. ეგე სიყვარულის ბუკეტი და სათამაშო სიყვარულის და შტერაძე ხარ კიდე დამატებით ზევიდან.